მოგესალმებით ჩემო ძირფასებო და ჩემო კარგებო, ჩემო მშვენიერებო. დღეს ჩვენ ვნახოთ ახალი გაცნობილი ადამიანი. ვინ არის? აი, ახალი გაცნობა, ხო? ანუ ვინ შემოვა თქვენ ცხოვრებაში? მე გავაკეთე ისეთი მაგარი გაშლა, რომელიც გვაქვს ჩვენ მეორე არგზას გრძელ გაშლებს ვაკეთებთ. აი, რაღაც სასწაული ენერგიები შემოდის თქვენ ცხოვრებაში და აი ვიფიქრე, რომ ვიღაცის აქტუალურიც იქნება, რომ ახალი პარტნიორი, როგორი ადამიანი შემოვა თქვენ, აი რომ იმ ენერგიებზე რა ენერგიებში შედიხართ ახლა თქვენ, აი ვინ იქნება ეს ადამიანი? ანუ რანაირი აი რაღაც ისეთი მაქვს, აი ინტუიცია მკარნახობს, რომ აუცილებლად უნდა გავაკეთო ეს გაშლა. ვიღაცის ის იქნება ძალიან აქტუალური, იმიტომ რომ აი ნახეთ ახლა წეღან იყო დასტას ბოლოში კიდევაც თქვი დავხედე მეთქი ახალი გზა, ახალი. ანუ აქ უკვე როგორ არის, იცით, როცა ენერგიით შეესე, შენ დიდი ხანია ფიქრობდი, შენი ჯექი რაღაცა შეიძლება აი შენს ფიქრებში ოცნებობდი შენს მომავალზე და აი ეხლა ნახოთ ჩვენ ეს вообще ვინ იქნება. მაინც ნახავ კიდე თქვენს ენერგიას, მაგრამ ის გაშლა თუ გაუძელი ცოტა მძიმე იყო თავიდან, მაგრამ მე გაიხსნა რაღაცა ენერგიების სასწაული, აუცილებლად ნახეთ და ვნახოთ ეხლა რა ენერგიებში ხართ თქვენ და მე უკვე ვნახოთ აი ეს ახალი პარტნიორი ვინ მოდის თქვენ ცხოვრებაში, თქვენ რა ენერგიებში მყავხართ. ნუ განულებული ენერგია, სირთულეები, სულ ყველაფერი წავიდა. ანუ თუ აი ტრანსფორმაცია გამოვლელი, ნუ რაღაც აი სასწაული ენერგიები რა. ყველაფერი რაც სიმძიმე გქონდა თქვენ გაუშვით, გაიგეთ რა ხდება? აი მარტა უყურეთ აუცილებლად, ვისაც ეხა დღევანდელი გაშლა რეზონირდება, აუცილებლად უყურეთ ის გაშლა, მართლა რაღაც საზღაპრულია. იმიტომ რომ ახალ ენერგიებში შედიხართ, განულდით თითქოს, აი ნახეთ, ყველა თქვენი დარდი აბსოლუტურად წავიდა აბსოლუტურად ყველა თქვენი დარდი. ეს სიმძიმეები, თქვენი სიმძიმე, რომელსაც აი გაიარეთ რაღაცა ურთულესი გზა, მაგრამ განთავისუფლდით, შეიცვალეთ თქვენ, უკვე მზად ხართ ეს ახალი მიიღო თქვენ ცხოვრებაში. მზად ხართ ახალი სიყვარულისთვის, ნამდვილად მზად ხართ თქვენ იმისთვის, რომ ანუ განთავისუფლდით, ყველანაირად განთავისუფლდით იმ ბლოკებიდან, რომელიც თქვენ არ გაძლევდნენ საშუალებას, რომ თქვენ იცხოვროთ ბედნიერად, ისე როგორც თქვენ გინდათ. ჩემო ლამაზებო. всё. ანუ თქვენი ნერვიულობა აქ დაასრულდა. ბევრს ფიქრობდით, ბევრს ნერვიულობდით, მაგრამ დაასრულდა. всё, აღარ მინდა უკვე ქექვა. მოდით ახლა ვნახოთ ჩვენ, ანუ ესე იგი ვინ მოდის ეს თქვენ ცხოვრებაში. არა, ჯერ ავიღებ სუფის რაღაცა მთხოვა მაგამ დღეს, რომ აი ჩემთან კონდეს კავშირიო და მერე უკვე ვნახოთ კიდე. თუ დამჭირდება კიდე დასტამა გამსადებული, მაგრამ სულ ცოტა კითხვები. აქ ვიცით ჩვენ რომ მოკლე გაშლები გვაქვს, ამიტომ ვნახოთ ეხლა ვინ მოდის ახალი, ხო? თქვენ ცხოვრებაში, აი ეს ახალი ნაცნობი ვინ არის რა? რა განზრახვებით არის ეს ადამიანი თქვენ ცხოვრებაში, აი როგორ რა განზრახვებით გამოვლინდება თქვენ ცხოვრებაში? ორი წამოვიდა, დასარევია. რა არის აუცილებლად, აი რა უნდა ვიცოდეთ ჩვენ მასზე? ნუ ჯერ ერთ კარს ამოვიღებ, მე აქ მე მგონი ის დამჭირდება, ხო? ანუ მაშინვე აი თქვათ რომ გაიცნობთ რა უნდა იცოდეთ მაგ ადამიანზე, ხართ თუ არა თქვენ ახალი საერთოდ გაცნობისთვის და რა იცით როგორ ნახოთ ახლა ხართ თუ არა თქვენ ახალი გაცნობისთვის და აქ როგორი კითხვა არის რა შეგიშლის ხილს და რა დაგეხმარება. ეს კი შეიძლება აქეთო ნამიღოთ, არა უშავს როგორც არის всё რა დაგეხმარება რა გიშლით ხელს და აი ვნახოთ ახლა ეს საბოლოოდ რისთან მიგიყვან თქვენ ეს ახალი გაცნობილი ახალი ნაცნობი, ხო?
ну აქ ისე მაჩვენებენ რომ ბევრს მუშაობდეთ თქვენს თავზე, მაგრამ ეხლა უკვე ნამდვილად აქ მზად მაჩვენებენ ყოფნას თქვენსაც. ну არა უშავს, всё. ვნახოთ ეხლა ჩვენ პირველი კითხვა, ანუ ვინ მოდის თქვენ ცხოვრებაში, ანუ ვინ ახალი ვინ მოდის თქვენ ცხოვრებაში. ну აქ შემიძლია გითხრათ რომ იქნება ეს მოდის, უკვე მოდის, შეიძლება თქვენზე ცოტა პატარაც იყოს, შეიძლება ბევრად პატარა იყოს ეს ადამიანი. პრინციპში შემიძლია გითხრათ რომ შეიძლება ამ ადამიანთან გქონდეთ თქვენ რაღაცა კამათიც. აი აქ შეიძლება თქვათ, ну არ ვიცი ახლა, მოდით აბა მაინც გავხსნათ ვინ ახარ შენ და უშვათ ახლა ეს ადამიანი ვინ არის ასეთი. ისიც რა ზოგჯერ არის ესეთი სიტუაცია რომ შეიძლება სადღაც შევხვდეთ თქვათ ახლა და ну ცოტა წაიჭუბე ან არ მოგეწონა ან შეიძლება მიმოწერა გქონდათ რაღაცა ისეთი და ადამიანს რაღაც არ მიიღეთ თქვენ ხო? ნახოთ აბა ვინ ახარ შენ. ჩემო სიხარულებო. ну ახალზე მინდა, მაგრამ მაჩვენებენ რომ აქ არის როგორი სიტუაცია, იცით? აი ახლა ამას გავხსნი, მაგრამ მოდით ჯერ ასე ვთქვათ, რომ კი, შეიძლება ზოგისთვის გოგოებო ეს იყოს აი ახალი, მაგრამ ნახეთ რა ხდება. მაჩვენებენ ადამიანს, რომელთანაც მართლა იცნობ თქვენ, ეს შეიძლება ზოგი ადამიანი რომ ყოფილი პარტნიორი თქვენი, ვისაც თქვენ ფიქრობთ რომ თქვენ დაასრულეთ, მაგრამ ეხლა რა ხდება, გეტყვით. ესე იგი ეს გაშლა გაიყოფა ორნაირი იქნება. პირველი, ნახეთ, მაინც გავითვალისწინებ ახალს, იმიტომ რომ ხმალების მეფე არ არის ყოველთვის ყოფილი პარტნიორი, მოდი აქედან დავიწყოთ. მეორე კიდე შეიძლება თქვენ რო შედიხარ ახალ ენერგიებში, ხო, თქვენთან ეს ჩვენ როგორ ვარ, ჩვენ ხო გვაქვს, ანუ დამოკიდებულება პარტნიორთან როგორი თქვენ იცვლებით, ისეც იცვლება. შეიძლება თქვენ რო შეიცვლებით, ის ადამიანის ავტომატურად რაღაცნაირად, ну, მისი ენერგიებით შეიცვლება. ამიტომ აქ მოდის ადამიანი, კიდე შეიძლება ვინმესთან მოდის ადამიანი, რომელიც ეხლა გამოვიდა კორწინებიდან და მზად არის ახალი ურთიერთობისთვის და შეიძლება ეს ადამიანი გაიცნოთ თქვენ ან ინტერნეტში, ან შეიძლება უცხოეთში არ არის გამორიცხული, ან რა ქვია, ну, სადღაც გზაში შეიძლება გაიცნოთ ეს ადამიანი რა. მოდით აი ასე თქვათ ჩვენ, ან ისეთ ადგილზე, სადაც თქვენ წახვალ დაუშვათ დასასვენებლად. აი ასე გავაკეთოთ ჩვენ, ეს არის საჯარო გაშლა, ამიტომ მე აი ამ ორ მომენტს ავიღებ ყველა ვარიანტში, იმიტომ რომ მაჩვენებენ რომ შეიძლება იყოს, ანუ აი ზოგისთვის ახალი ეტაპი დაეწყება თქვათ ურთიერთობაში, იმიტომ რომ აქ მაღალი ძალები ჩაერიან უკვე რა, მაგრად ჩაერიან და ნამდვილად აქ ახლა, ну, კიდე რაღაცები გაიარეთ თქვენ, მაგრამ გოგო გამოვიდა. თქვენ აღარ ელოდებით ამ ადამიანს და ამიტომ შეიძლება დიდი ხანი სიჩუმე რაღაცა კონფლიქტი გქონდათ, დასრულდა რაღაცა უსიამოვნებით და ну შეიძლება თქვენ ვერ ხედავთ მაგ ადამიანთან გზას დაუშვოთ, მაგრამ ამავდროულად რომ ეხლა ну დანაკლისი კი არის თქვენთვის ეს და ანუ იგივე აგერე პაჟამდე მოვედი რა, ეს პაჟი რომელიც აქ არის, შეიძლება რომ აი თქვათ როგორ არის იცით, ეს ადამიანი თქვენ გაუშვეთ, იმიტომ რომ ეს ადამიანი დიდი ხანია ჩუმად სადღაც, მაგრამ არის აქ რაღაცა შანსი რომ ახალი ეტაპი დაიწყოს, არის. ამიტომ ვერ მოგატყუებთ რომ აი საერთოდ არაფერი რა. ორი ვარიანტი გვექნება, ხო? აი ასე ვთქვათ. ნახოთ ეხლა სადაც აგვიყვანს კიდე გაშლა. ანუ რა, მაშინ კარგი, გინდათ ეხლა იყოს თქვათ დაბრუნდეს ის ადამიანი, რომელიც თქვათ თქვენ ნუ გაქვთ გრძნობა სიტყვაზე, უბრალოდ ეს ნუ მძიმეა, რთული იყო სიტუაცია და თქვენ ადეკით და ამ ახალი ენერგიებით ხართ თქვენ და თქვით რომ აი არანაირად არ მინდა მე ვერ ავიტან, ანუ ვერანაირ მე უკვე ამ ბლოკებს ვერ ავიტან ამ სიჩუმეებს, ვერ ავიტან იმის საქციელს და იმიტომ რომ აღარ მინდა ვირჩევ ჩემ თავს, ხო? კი ბატონო, შეიძლება ეს ადამიანიც აი აქ მაჩვენებენ ვისთანაც დაამთავრე. კი, მაგრამ აქ როგორი დამთავრება? აქ დამთავრება არის მშვიდი, აქ არ არის ისტერიკები და რაღაცები და ერთმანეთში ხვების სროლა. არა. ამიტომ ესაც გაითვალისწინეთ აუცილებლად. შემდეგი, ანუ რა ძრახვებით, ხო, მოდის ეს ადამიანი, ну, მოდის დიდი სიყვარულით, ნახეთ, დიდი სიყვარულით მოდის თქვენსკენ ეს ადამიანი, ეგრევე მაჩვენებენ, იმიტომ, ну, აქ ნამდვილად ეხლა
თქვენ როგორც როგორ არის იცით, ანუ ამას უნდა ბედნიერება, ამას ზოგი მოდის მართლა ოჯახისთვის. შეიძლება თუ ახალი არის დაუშვოთ, ხო, დაუშვოთ თქვენ იძახეთ, რომ არანაირად მე შემოვედი, მინდა ვნახო ახალი, არანაირი მე არავის არ ველოდები, მორჩა დასრულა კაი ხანი უკვე და უკვე აი დაუშვოთ ახლა всё, ვარ მზად იმისთვის, რომ ახალი შემოუშვო ჩემ ცხოვრებაში. ამიტომ ეს უბრალოდ თვითონ ტიპი არის, გეუბნეთ, ან დიდი ხანი არ ქონდა ამ ადამიანს ურთიერთობა, დიდი ხნის დამთავრებული აქვს ურთიერთობა და ეხლა უკვე მზად არის იმისათვის, რომ შექმნას ოჯახი, ბედნიერი ოჯახი, იმიტომ რომ თვითონაც ბევრი რამ აქვს გამოვლილი და უკვე მოდის ნამდვილად იმისთვის, რომ აი თქვენი ცხოვრება შეცვალოს და ანუ ერთად იაროთ ამ გზაზე. აქ თითქოს თვითანგელოზები გიგზავნიან მაგას რა, აი ნახეთ როგორ აქ ფრთები არის ანგელოზების და ამიტომ არ გამოვრიცხავთ, რომ აი ესეთი ადამიანი, ვინც ახლა განიკურნა. შეიძლება იცნობთ, კიდევაც გითხარით, ნუ როგორი შეიძლება ყოფილიყო სიტუაცია. თუ დაუშვოთ ისე ვისი ჩვენ ვუბრუნდებით იმ ადამიანს, ვისთანაც თქვენ თქვათ, მშვიდად დაასრულოთ ურთიერთობა, ან დაუშვოთ ახლა ნუ რაც თქვი, ესე იგი ეს ადამიანი ბრუნდება თქვენთან ასეთი ენერგიებით, იცოდეთ რა. ვნახოთ ახლა რა უნდა გაიგოთ თქვენ დაუყოვნებლად, ანუ უნდა იცოდეთ თქვენ მაგაზე. რა უნდა იცოდეთ, აჰა. так, პენტაკლების დედოფალი. ეხლა მე უნდა შევამოწმო აქ, რომ ეს პენტაკლების დედოფალი თქვენ ხართ მისთვის ასეთი ძვირფასი თუ დაუშვოთ ეხლა ეს იმას ნიშნავს, რომ მაგას ცოლი ყავს, ან ყავდა, მაგრამ აქ ცოლი არ აყავს. არა. რა უნდა იცოდეთ ან მასზე, ეგრევე. რა უნდა იცოდეთ? აჰა. რა უნდა იცოდეთ მასზე? თუ ახალია, იცოდეთ რომ მაგას, ესე იგი, არა, აქ ხო, აქ всё, ისა რა ქვია, გამოვიდა ეს ადამიანი ან ურთიერთობიდან, ან ნუ ხო რა, განკორწინება არის. აქ რა უნდა იცოდეთ თქვენ, რომ მის ცხოვრებაში ალბათ იყო მნიშვნელოვანი ქალი, ვისაც ამ ადამიანმა დაასრულა ურთიერთობა. თუ დაუშვათ ეს არის ძველი, ესე იგი ეს უნდა იცოდეთ თქვენ, რომ ეს ადამიანი მოდის თქვენთან მხოლოდ განახლებული ენერგიებით. აი ეს უნდა იცოდეთ თქვენ აუცილებლად. კიდე ვიღაცისთვის იქნება ინფორმაცია, შეიძლება სადღაც შვილი ყავს მაგას. ან უნდა ცოლი და სერიოზული ურთიერთობა და შვილი. კიდე რა უნდა იცოდეთ? ის უნდა იცოდეთ, ანუ თუ ახალზე ლაპარაკობთ, ესე იგი ეს ადამიანი დიდი ხანია ფიქრობს უკვე, რომ შემოვიდეს ჩემ ცხოვრებაში ქალი, ანუ იცით როგორ არის, აი თითქოს გრძნობს, რომ ის სადღაც არის ქალი, რომელიცაც მას ეყვარება და ვისაც შეუძლია გააგრძელოს თავისი გზა. კიდე თუ ძველია ეს ადამიანი, თქვენი ყოფილი, ხო? ეს ადამიანი დარწმუნებული არის, რომ თქვენ მას ელოდებით დიდი სიყვარული და ხართ მისი ერთგული და მოდის განახლებული ენერგიებით, იმიტომ რომ მიხვდა, რომ თქვენ ხართ ის ძვირფასი ქალი, ვინც მას სჭირდება. კარგით, ვნახოთ ახლა ჩვენ მაშინ აი აქ რო გვაქვს კითხვები, ანუ ხარ თუ არა თქვენ ახალი გაცნობისთვის, ან ჩვენ შემთხვევაში მის, ვთქვათ, ყოფილის მიღებისთვის რა. ესე იგი მინდოდა ახალზე, მაგრამ მაინც არ ნუ პრინციპში რო გითხრათ ენერგია გაქვთ ისეთი რომ კი ხართ მზად, იმიტომ რომ სამიანი აქ არის ის რა ქვია, ქვერთხების აქაც დასთა მაჩვენა ბოლოში ეგრევე სამიანი ქვერთხების. ვნახოთ თქვენ რა შეიძლება შეგეშალოთ ხელი, რა შეიძლება დაგეხმაროთ. ნუ აქ ნახეთ როგორი მომენტი არის რა. თუ დაუშვოთ შეგეშლის ხელს თქვენ მაგის მიღებაში, თუ თქვენ უკვე მართლა დასვით წერტილი და თქვით რომ არა, აი როგორიც განახლებული, როგორიც კარგი, რანაირიც არ უნდა იყო, არ მჭირდები დავსვი მე წერტილი და სულ კარგად ძანდებოდე, აღარც გელოდები და არც არაფერი, მაშინ თქვენ უბრალოდ მაგას არ შემოუშვებთ, ხო? ეს თქვენ პრინციპში, ნუ შეგიშლის ხელის მის მიღებაში. რა დაგეხმარება თუ თქვენ მაგას დაუშვათ მისცემთ
კიდე საშუალებას, რომ აბა ვნახოთ თუ როგორი ხარ, თუ შეიცვალე, ანუ რა ენერგიით მოდიხარ შენ და თუ თქვენ კიდე ხართ აი მაგაზე თქვათ ფიქრებით, აზრებით, გონებით მიჯაჭული ხო, აი ასე რომ თქვათ, მაშინ მაგ შემთხვევაში ეს თქვენ მოგეხმარებათ მაგის მიღებაში. თუ თქვენ ელოდებით იმის მიუხედავად რომ გაბრაზებული ხართ, ну აქ ახლა თუ თქვენ ელოდებით, კი ბატონო რა, თუ თქვენ ახლა შეიძლება თქვით რომ მორჩა დამთავრდა ყველაფერი და ნამდვილად უკვე ვერავითარ მაგის საქციელებს და ასე შემდეგ, მაგრამ მაინც გულში სიყვარული გაქვთ, თქვენ აუცილებლად აი მაგას ну მიიღებთ რა, თუ სიყვარული თუ გაქვთ და ვნახოთ ახლა ну საბოლოოდ რა, რასად მიგიყვანთ ეს გაცნობა თქვენ. Так, სამბოლოოდ აქ რაღაცა იცით როგორი იქნება სიტუაცია, მართლა ყველანაირი პაზლები აეწყობა რა. აქ რაღაცა ისეთი მომენტი გვაქვს ჩვენს, ну, კი. დამთავრდება პერიოდი, როცა თქვენ გქონდათ აი რაღაც ეს სიყვარული თქვენ მოგიტანთ რაღაც ახალ ეტაპს რა. იმიტომ რომ ახალი გაკვეთილება, მაგრამ აქ უფრო გაკვეთილებსაც ვერ გეტყვით გაკვეთილებს, აქ თითქოს რაღაცნაირად აი თითქოს სულ ყველა პაზლები დალაგდება რა. ესე იგი თუ იქნება ეს ახალი, ესე იგი ეს ადამიანი მართლა თქვენ არ დაემალოთ ამ ადამიანს რა. არ დაემალოთ ამ ადამიანს და მიიღეთ ეს ადამიანი და მაგ შემთხვევაში ეს ადამიანი თქვენი აი როგორც მკურნავი რა, ისეთი ადამიანი იქნება, რომელიც თქვენ გამოგიყვანთ ამ მძიმე პერიოდში და თუ ეს ძველი კიდე ყავთ გულში, რომ ვიცი გოგოები ზოგი მწერან, არ მინდა ახალი, მინდა ძველი, მაშინ რატო უყურებ გაშლას ახალზე, ხო? ну განახლებულზე კარგით იყოს რა, კარგით და ანუ ეს იგი პრინციპში მაგ შემთხვევაში კი თქვენ ახლა ანუ რაღაც ახალი სიყვარული და ახალი ენერგიებით, იქაც ხალხაშორის იმ გაშლაშიც ეგრე იყო, უკვე შემოდის რაღაც ახალი ენერგია, რომელიც გამოგიყვანთ თქვენ აი ამ დარდიდან, რომელიც თქვენ გქონდათ რა, ანუ რაღაც ახალი ენერგიებით შეიძლება მოხდეს ამ ადამიანი შეგავსებთ. ну მოდით ავიღოთ ახლა რჩევა თქვენთვის როგორ ჯობია რომ მოიქცეთ, მოდით ასე გავაკეთოთ ჩვენ. რჩევა. ну რჩევა არის ძალიან სასიამოვნო. მოდით ასე ვთქვათ, მოიქეცე შენ ისე როგორც შენს გულს გაუხარდება, როგორც შენ თვითონ გინდა, აი ისე მოიქეცე, იმიტომ რომ იმდენად ძლიერი ხარ და იმდენად მაგარი ხარ, უკვე შენ შეგიძლია მიიღო, ანუ მხოლოდ და მხოლოდ ისეთი ურთიერთობა, რომელიც შენ მოგიტანს ბედნიერებას. ანუ არ დაიძაბო, არ ენერვიულო, მიიღე ყველანაირად, ანუ ეს ცხოვრება სიამოვნებით რა, ის სიამოვნე, თუ შენ იგრძნობ რომ კი სიამოვნებს და კარგად ვგრძნობ თავს, მაშინ მიიღე. თუ ახლა რაღაცა დაგძაბავს, რა გინდა, ხო? ამიტომ აქ თქვენ გეუბნებთ მახალი ძალები, რომ პრინციპში შენ ისეთ ენერგიებში ხარ, რომ შეგიძლია უნდა გაიხარო. ამიტომ როგორც შენთვის ჯობია, ისე მოიქეცი.